ბეჭდვაზე. როლანდა დაბეჭდავს და გვაჩვენებს როგორი ფერები იქნება და მაგის მიხედვით გადავწყვეტთ. წესით ფერები ზუსტად გვაქვს არჩეული ნომრის მიხედვით, მაგრამ მაინც ჯობია რა თქმა უნდა რომ ამობეჭდოს და ვნახოთ და ზუსტად ის ფერები იყოს და ახლა დაიბეჭდება და განახეთ. ალბათ მაგ ფერებით კი დაახლოებით მივხვდებით რა დიზაინი იქნება მანქანაზე დატანილი, მაგრამ საბოლოო ვარიანტს მაინც ვერ მივხვდებით სანამ არ ნახავთ. სად წავიდა ტექნოლოგიები გაფიშდი რა. ამ ხელა ქაღალდი დავხარჯეთ ამისთვის ცოტა ეკონომია გაგვიკეთებინა რა. ფერები კაი. ეს არის ფერები, უბრალოდ ფერები. კაი, ეხლა ამას დავადოთ ის. ეს თეთრი. ამას დავადოთ ის, აბა, სად არის? ხელი არ დავადო, ხო? ეს არის მეგობრებო, დამთავრდა. ეს იყო ჩვენი მაგაზინი, საინტერესო სტატები ხანი ელოდით. ხო, კაია. ეს მანქანა მე მგონი არავის არ ეყოლება. აი, ესე იქნება. აი, აქამდე მოვა. მე მგონი რომ არ არის პატარა წარწერა. რო იქნება, მე კარგად. ხო, ეს შემოვა. აქამდე. ის ხوار გავზარდებ ცოტა. ეს დაელოდეთ. ეს აღარ გამოაჩინა მიშა. აქ წერია მარო კაი გოგოა. ეგ ეწერება მანქანაზე წინ. ყველა მიხვდეთ. და შეგახსენოთ ხოლმე. აქ ვიწროა, აქ მერე განიერდება. ხო. აბა აი ამ ზოლიდან ამ ზოლამდე მოვიდა. საკმარის. კი. ოღონდ გავაშუალო. ხო, კი, არა, ზუსტად შუაში დავსვათ და სრულიად საკმარისი ზონაა. და ზუსტად აი ამ მონაკვეთში იქნება, ხო, ეს ჩაღრმავება სადაცაა. ფრანგული ბრენდი Hexis-ი, აი აქაც წერია. და პრინციპში იქაც წერია უზარმაზარი, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის ფირი და აქვს 10 წლიანი გარანტია. ანუ ამას რო დააკრავენ 10 წელი, შემიძლია 10 წელი მანქანა არ მეყოლება, მაგრამ შემიძლია მე და ვისაც ეყოლება, იყოს იმედიანად რომ არაფერი არ მოუვა. და აი მეგობრებო, როგორც იქნა დადგა ის მომენტი, რომელსაც მეც და თქვენც უკვე 6 თვე ველოდებით. დასრულდა იმის პროექტი, დამთავრდა მისი ბრენდირება და ეხლა შეგვიძლია უკვე ერთად ვნახოთ როგორი გამოვიდა. მე უკვე ვნახე და მინდოდა რომ ცოტა ისეთი ეს ემოციები გადამეღო, როგორიც ემოციებიც მქონდა. უბრალოდ არ გამოვიდა ისეთ სიტუაციებში ვნახე და ეხლა თავიდან თამაში აღარ მინდოდა მოკლედ. წინასწარ გეტყვით რომ მე ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ იმდენად მომწონს და ეხლა თქვენც განახებთ და შევფასეთ როგორ მოგწონთ ჩემი და ლუქს ავტოს ერთობლივი ქმნილება. მზად ხართ? დავწყოთ. მოკლედ თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მანქანა უნდა ყოფილიყო ემის სტილში დაბრენდილი. ანუ მთლიანად გადაკვრა არც განიხილებოდა, იმიტომ რომ თეთრი ფერი მომწონდა და ვფიქრობდი რომ თეთრ ფერზე ეს დიზაინი ძალიან ლამაზად დაჯდებოდა. მოფიქრებული მქონდა დაახლოებით როგორ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზუსტად ესე ჩამოყალიბებული დიზაინი რა თქმა უნდა არ მქონდა. მაგრამ მაგაზე არ მინერვიულია, იმიტომ რომ მოვედი ლუქს ავტოში ზუსტად მაგ იმედით, რომ ლუქს ავტოს დიზაინერი, ვინც არის ავთანდილ მარკოზაშვილი, ძალიან კარგად დამეხმარებოდა ამ ყველაფერში. ერთობლივად შევადგინეთ, ვერ აღგიწერთ რამდენი ვარიანტი. ძალიან ბევრი რეფერენსი გამოვიყენეთ, ზოგი დეტალი არის საიდან აღებული, ზოგი საიდან აღებული. იმისათვის რომ საბოლოო ჯამში რაღაცა ერთი კარგი ვარიანტი შეგვექმნა, მე ეს შექმნილი ვარიანტი რამდენჯერ გადავაკეთეთ, გადმოვაკეთეთ, დეტალები დავუმატეთ, მოვაკელით. ნუ მოკლედ ასე შემდეგ, რასაც ხედავთ, ყველაფერი არის რაღაცა სხვადასხვა მანქანებიდან აღებული.
და ესე შევქმნით საერთო ჯამში ჩემი მანქანის დიზაინი, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს და დანარჩენ შეფასებას რა თქმა უნდა თქვენ მოგანდავთ და თქვენგან მოვისმენ იმ კარგ სიტყვებს, რომელსაც იმსახურებს ჩემი მანქანის ახალი დიზაინი. მადლობა უნდა გადაუხადოთ რა თქმა უნდა პირველ რიგში Lux Autos, რომელმაც ესეთი არაჩვეულებრივი პროექტი შეასრულა. როგორც გითხარით, მანქანას გადაეკრა Hexis-ის ფრანგული უმაღლესი ხარისხის ფირი, რომელსაც 10 წლიანი გარანტია აქვს. ანუ მეც და ამის შემდგომი მფლობელებიც კიდევ კარგი ხანი შეგვიძლია რომ იმედიანად ვიყოთ რომ არაფერი არ მოუვა და ისევ იგივე სახე შეინარჩუნებს და რაც ყველაზე მთავარია ის არის რომ თუ ვინმე საძრობა მოუნდება, როდესაც გავყიდია მანქანას და მის მომდევნო მფლობელს თუ აღარ ენდომება, არანაირად არ აზიანებს ამ ფირის საძრობა თვითონ მანქანის ზედაპირს, არ ტოვებს წებოს, არც არაფერს, შესაბამისად მაგაზეც არ იქნება პრობლემა თუ ვინმეს ეს დიზაინი არ ენდომება. ძალიან დიდი მადლობა Trust Imports, რა თქმა უნდა, ამ სრულ პროექტში რომ ესე გვიჭერდა მხარს და ჩვენს გვერდში იდგა და მის გარეშე ფაქტობრივად არაფერი არ გამოვიდა და Trust Import არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კომპანია, რომელიც შეიძლება აირჩიო როგორც პარტნიორად, ასევე კომპანიად, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენს ავტომობილს და დაგისვამთ უკონკურენტო ტრანსპორტირების ღირებულებას და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ წინა ვიდეოშიც გითხარით და ახლა ისევ გეუბნებით. სოკარს მადლობა გვერდში დგომისთვის და შეგიძლიათ აქ დაწერილი კომენტარი მონაწილეობა მიიღოთ გათამაშებაში, რომლის ფარგლებში კვლავ 50 ლიტრის საწვავი თამაშდებათ, საწვავის ტიპს თქვენ თვითონ აირჩევთ და რა თქმა უნდა Little 3 Georgias, რომელიც ჩვენს უზრუნველოვან მგზავრობას უზრუნველყოფს ხოლმე. გეზმოტორს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მასაც უღრმესი მადლობა. ეხლა იქ უნდა წავიდეთ, იმიტომ არ გამოვაცხადე ეხლა, იმიტომ რომ იქ მივდივართ აქედან გეზმოტორში. და გეზმოტორში მივდივართ ევაკუატორით. აი როგორც იყო წერენ გადაფარებული მდგომარეობაში, ზუსტად ეგრე უნდა მივიყვანთ, იმიტომ რომ ესეთი შეცვლა უწევს უკვე. მთლად 500 არა, მაგრამ სადღაც 300-ზე ცოტა მეტი კილომეტრი გავლილი მაქვს, შესაბამისად პირველი გამოცვლა ძრავის აწყობის შემდეგ რეკომენდებულია ესე არის, ეგრეთ წოდებული აპკატკას რომ ეძახიან, შესაბამისად ეხლა შევცვლით ეს ჩავსხოთ რა თქმა უნდა Liquimals და დანარჩენი კადრები გვექნება უკვე იქიდან. ველოდები ხა ევაკუატორს მოვიდეს, შევსვათ მანქანას, გადავაფარებთ რომ არავინ არ ნახოს. სანამ ვიდეო არ დაიდება, იქამდე არ მინდა მანქანას საერთოდ ვინმე რომ ნახოს ქუჩაში. ზოგადად ეს ვიდეო რეალურად ეხლა არ უნდა დადებულიყო, უნდა დაგვედო აი რუსთავში მივდივართ ხვალდაზე და მეთქი იქაც ხარ გადავიღოთ რაღაც კადრები მეთქი, მაგრამ მე გამახსენდა რომ რუსთავში რო წავალ, იქ ხო რა ვიცი, აუარებელი ხალხი ნახავს, იმიტომ რომ Club Georgia დრაგს მართავს 28 სექტემბერს. წესით ეს ვიდეო დაიდება მეორე დღეს, თუ რები შეფერხება არ გქონდათ არ გადაგვეწია ვიდეოსა და გამიტომ ყველას გელოდებით რუსთავში, ჩემი მანქანაც იქ იქნება და იქიდან გამომდინარე რომ ჩემს გამომწერებზე ადრე არავის არ უნდა ენახა ეს მანქანა, ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ესე დაჩქარებული წესით გრაფიკზე ბევრად ადრე დაგვედო ეს ვიდეო და მე ჩამოვალთ რუსთავში და მე უკვე თავისუფლად შემიძლია ყველას ვაჩვენა. მოკლედ იქიდან გამომდინარე რომ ძრავს რო ვაწყობდით და მანქანა რო დავქოთ, მაშინ შამპანიური ვერ დავაბუთქუნეთ, ისეთი დაძაბულები ვიყავით, რამე შამპანიურებოდა, ლამის ფრჩხილები დავიჭა, მე რო არ ვიცოდი დავქოქავდით თუ არა, ამიტომ ამიტომ ეხლა ოფიციალურად დასრულდა ჩვენი პროექტი, მაშინ შეგვიძლია რომ შევსვათ ჩემი პროექტის სადღეგრძელო. მადლობა. ალბათ მიხვდებით რომ დღეს უკვე მეორე დღეა. მოკლედ ჩვენი გეგმები როგორიც იყო რომ Lux Auto-დან უნდა წამოგვიყვანა გეზმოტორში ევაკუატორით გადაფარებული მანქანა არავის არ უნდა ენახა, ქალაქში არ უნდა ევლო და ასე შემდეგ. ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ სამწუხაროდ საერთოდ ჩაყარა წყალში, ბევრს არ ვილაპარაკებ, ერთხელ ვიღაცა მითხრა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და ნაკლებს აჩვენებოდა. ეხლა მაგის კადრები ფიზიკურად არ მაქვს, იმიტომ რომ არც მეკადრებოდა მაგ დროს და ვერც გადავიყევდი მოკლედ იმ სერვისს. კვლავ აკუმულატორთან დაკავშირებით იყო რაღაცა გაურკვევლობა. რის შედეგადაც გადაწყდა ეგრევე წასვლა იქ, სადაც აკუმულატორი ქონდა შეძენილი საგარანტიოზე. გამოვიძახე რა თქმა უნდა ევაკუატორი, იმიტომ რომ ზოგადად იმ მანქანის დაძვრაც არ მინდოდა არა თუ საერთოდ გამოჩენა. ევაკუატორზე ვერავიდა მანქანა, იმიტომ რომ დაბალი ტუჩი აქვს და გამოედო. ამის გამო მომიწია რისკის გაწევა და დავჯექი და წავედი და მოვიარე მთელი დიღომი და მოდით შევთვალოთ რომ ნახევარმა თბილისმა მანქანა ნახა უკვე. სამწუხაროდ მთელი დიდი დიღომი კი არის ნახევარი თბილისი. ძალიან მინდოდა რომ აი პირველებს ჩემს გამომწერებს ენახათ როგორი გამოვიდა ავტომობილი. მაგრამ არა უშავს, ძალიან ვოცნებობდი და ვფიქრობდი ნეტა ეხლა ვინც მხვდება, ან არ მიყურებდეს, ან ვინც მხედავს ჩემი გამომწერი არ იყოს მეთქი, მაგრამ
არა უშუალოდ ძალიან დიდი იმით ვიტოვებ, რომ ეხლა ვინც უყურებთ ძალიან ბევრი აქ ნახავთ პირველად. მოკლედ ეხლა ჩვენ გეზომოტოში მოვედით, როგორც გითხარით, უნდა შევცვალოთ ზეთი, აი თითქმის 500 კილომეტრი გავიარე უკვე. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირველი ზეთი უნდა გამოვცვალოთ, უნდა ჩავასხათ ახალი და გავაგრძელოთ ისევ აპკატკის გავლა 3000 კილომეტრი უნდა ვიარო აპკატკა. და რას თუ არა ლიქვიმოლს ჩავასხავ ჩემ ახალ გაკეთებულ ნაფერებ ძრავში, რაც ერთხელ უკვე ვახსენე, ჩვენ აწყობისთანავე ლიქვიმოლის სითხეები ჩავასხით, როგორც ანტიფრიზი, ასევე ზეთი და ახლაც კვლავაც იგივეს ვაპირებთ. ხო და შევიყვანთ ახლა სერვისში. ჩავასგამოვცვლით ზეთს და მე რა თქმა უნდა გავუდგებით რუსთავში, იმიტომ რომ ხვალ ან დღეს, არ ვიცი ეს მიდეოები ზედება შაბათ საღამოს თუ კვირას დილით, არის დრაგი და ვინც ჩავაბრძანდებით, შეგიძლიათ უკვე პირადად ლაივში იხილოთ ავტომობილი.